და შემოგვიერთდა ჩვენი თანაწამყვანი რომელიც თავის სტუმართან ერთად, რომელიც უკვე ასევე ჩვენი თანაწამყვანი გახდა, ფაქტიურად, იმიტომ რომ ყოველდღიურად ვაღვიძებთ და არ ვაძლევთ გასაქანს. ქალბატონ ლალი ბადრიძე არის ჩვენი სტუმარი. ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. კი ბატონო, და ზუზუ ეს არ უნდა მოგინდეს არავითარ შემთხვევაში. სხვათა შორის თვითონ ტერმინი არ ვიცოდი, მაგრამ როდესაც გამაგებინეს რაზეა დღევანდელი გადაცემა, რა და აი ეს ნამდვილად მე არ მეხება. არც არავის ვინც დილაზე უმუშაობთ. მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს ნამდვილად ისეთ თემაზე ვაპირებთ საუბარს, რომელიც დააფიქრებს ყველას და მეტნაკლებად დააკავშირებს საკუთარ თავს და ეს არის პროკრასტინაცია, ტერმინი, რომელიც შეგვიძლია ავხსნათ ისე, რომ თითოეული საქმის, გადაწყვეტილების მიღების ის, რაც გასაკეთებელია, მომავალში გადადება. აი მაგალითად ყველაზე გავრცელებულია ალბათ, ეს არის დიეტის ორშაბათიდან დაწყება. თქვათ, აი ნებისმიერი საქმე რაც გაქვს, აი გადადება ხვალინდელ, ზეგინდელ დღეზე. აი ყოველდღიურობიდანაც რომ გამოვიდეთ, ელემენტარული თქვა ტანსაცმელი გაქვს გასაუთოვებელი სახში. აი საღამოს გავაუთოვებ. გემართება პროკრასტინაცია. და მე შეიძლება საერთოდაც ეს დაჭმოჭნული ტანისამოსით წახვიდე სამსახურში. ანუ არის ეს ყველაფერი და რაც თავარია შეიძლება გავიფიქროთ, რომ რა მოხდა ეს ხო ჩვეულებრივი სიზარმაცეა. რეალურად არ არის სიზარმაცე, აბსოლუტურად განსხვავებული ფენომენია და უფრო ვრცლად და დეტალურად რა თქმა უნდა ჩვენი სტუმარი აგვიხსნის, თუმცა ერთი დეტალი მინდა ვთქვა კიდევ, როდესაც საუბრობენ პროკრასტინაციაზე, მოყავთ ხოლმე ლეონარდო და ვინჩის მაგალითი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მონა ლიზას ის 16 წლის განმავლობაში ხატავდა და ხელოვნებაცოდნეები ახლაც ამბობენ იმას, რომ ჯერ არაა დასრულებული ისევ მონა ლიზა და სწორედ აი პროკრასტინაციას მიაწერენ ხოლმე ლეონარდო და ვინჩი ერთ-ერთი პროკრასტინატორი იყო, ასე ვთქვათ. მოკლედ განვასხვაოთ ახლა ერთმანეთისგან. რაც ლეონარდომ დატოვა თავისი შემოქმედება, რომან ყოფილი იყო პროკრასტინატორი, ხომ წარმოგიდგენია. რომ ამაში დადანაშაულია. ქალბატონ ლალი ბადრიძე წარადგინეთ, მაგრამ მეც წარგიდგენთ ფსიქოთერაპევტი, რომელიც უფრო ვრცლად და დეტალურად გვესაუბრება ამ თემაზე და ქალბატონ ლალი ალბათ უნდა დავიწყოთ გამიჯნით რა სხვაობა პროკრასტინაციასა და სიზარმაცეს შორის. ძალიან საინტერესო თემაა და ლეონარდო ახსენე შენ და სხვათა შორის ლეონარდო ამაზე რას ამბობდა, იცი? ხელოვნება არ მთავრდებაო და ამითი ამართლებდა პროკრასტინაციას და ძალიან ხშირად ზუსტად აი ასე ვამართლებთ ხოლმე ჩვენ რაღაცის გადადება გვიწევ, ხვალ დავიწყებ, ხვალ გავაკეთებ და ეს ხვალ არის ჯადოსნური სიტყვა, არაჩვეულებრივი. ნახე რას იმედს გაძლევს, რომ აი დღეს მაგ დრო არა უშავს და ხვალ გავაკეთებ და პროკრასტინაცია სიზარმაცე რო არ არის, ხა ეგ შენს თქვილანა და სინამდვილეში რა იმალება პროკრასტინაციის უკან და სხვადასხვა მიზეზები აქვს, გაგიკვირდებათ და ერთ-ერთი პირველი მიზეზი პროკრასტინაციის ეს არის პერფექციონიზმი. როდესაც ადამიანს უნდა რომ რაღაცა იდეალურად გააკეთოს, არაჩვეულებრივად გამოუვიდეს, მაგრამ ეშინია რომ რო არ გამოვიდეს და ერთ-ერთ ფსიქოლოგიურ ფორუმზე ავსტრალიაში სტუდენტი გოგონა მია გამოვიდა, რომელმაც მოყვა თავისი ისტორია და თქვა, რომ ძალიან კარგი სტუდენტი იყო და სადიპლომო ჰქონდა დასაწერი. 3 თვე ჰქონდა ამისთვის, რომ სადიპლომო დაეწერა. 3 თვის მანძილზე ყოველდღიურად დგებოდა იმ განწყობით, რომ იწყებდა წერას და არც ერთი ხაზი არ დაუწერია. ბოლოს 72 საათის განმავლობაში დაწერა ეს თავის სადიპლომო შრომა და რა დაემართა? გადაწვა. ძალიან ცუდად გახდა და ზუსტად ეს გახდა ამ კვლევის მიზეზი, რომ რა იყო და აღმოჩნდა, რომ ამის უკან ის კი არ იყო, რომ მან არ იცოდა საგანი და არ იცოდა თემა. მას უნდა შეექმნა შედევრი, უნდა მონა ლიზა. და არა ნაკლები. და ამიტომ დებდა და დებდა. მე როცა იძულებული გახდა, რომ დაეწერა, ჩააბარა კიდევაც ნაშრომი, მაგრამ შედეგი იყო ძალიან მძიმე. და როდესაც უფრო ღრმად ჩავიდნენ, აღმოჩნდა, რომ ამის უკან იყო შიში. შიში იმისი, რომ ეს არ იქნებოდა ისეთი, როგორც უნდა ყოფილიყო. ერთი ხო არის, ხო, ესე იგი, პერფექციონიზმი, რომ გინდა რომ ძალიან მაგარი იყოს და ემზადები, ამისთვის ემზადები. მეორე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შიში, როცა გეშინია ჩავარდნის. რო არ გამოვიდეს, რო ჩაუვარდე, მე აღარ ვიქნები ის ადამიანი, როგორც სხვებს გონიათ და შიში საკუთარი თავის წინაშეც, რომ იმედგაცრუებას, რას უფრთხი ამით, ხო? იმედგაცრუება არ გექნება. ერთ-ერთ ფორუმზე ერთი ადამიანი წერდა, რომ
3 წლის განმავლობაშიო წერდიო სამოტივაციო წერილებს, ვაახლებდი სიებს, რომ გამეგზავნათ ჩემთვის საყვარელ ორგანიზაციაში, რომ დამეწყო მუშაობა და ამას ყველაფერს გამზადებდა და თითი რომ უნდა დაეჭირა, აღარ აჭირა. ემართებოდა პროკრასტინაცია. სხვათა შორის ლეონარდოსი არ ვიცი, მაგრამ ეხლა გამახსენდა ერთ-ერთი საყვარელი ჩვენი პერსონაჟი ვივიენ ალი. სკარლეტს როცა ანსახიერებს, სკარლეტის სიტყვებია ესეთი, რომ დღეს ამაზე ვერ ვიფიქრებ, მოდი ამაზე ვიფიქრებ. კი, სკარლეტის ხვალ ვინერვიულებ. და ხშირად იმეორებს სხვათა შორის ეს პერსონაჟი ამ ფილმში ამ წინადადებას. ლეიტმოტივად დასდევს. ძალიან მაგარია, ხვალ ვინერვიულებ, კარგია, მაგრამ ხვალ საქმეს გავაკეთებ, არ არის კარგი თორე. ხვალ ვინერვიულებ გადასაგვიძლია გადავდოთ, ხო? აი თქვენი მაგალითი რომ მოიყვანეთ სტუდენტი გოგონასი, გამახსენდა ძალიან ისეთი კარგი ფრაზა. მართე ემოცია და არა დრო, ხო? აი ამ შემთხვევაში ემოციის მართვა უფრო რთული იყო და ნუ დროისაც, მაგრამ აი როდესაც საუბრობენ პროკრასტინაციის გამომწვევ მიზეზებზე, ამბობენ ხოლმე რომ დროის მენეჯმენტი არის თქვათ ერთ-ერთი. ამბობენ რომ არაორგანიზებულობა არის კიდევ ერთი. და აი ამიტომ ამბობ ემოცია ფაქტია რომ უფრო მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში ვიდრე აი ეს ყოფითი დეტალები. ემოციის როლი აი აქ რა ხდება, იმიტომ რომ როცა გეზარება ზარბაცი ხარ და შეიძლება ემოცია არც გქონდეს, მაგრამ როდესაც პროკრასტინატორი ხარ უკვე ეს ვიცი რომ ემოცია რჩება შენში და ცუდად მოქმედებს შემდეგ, ხო? რა არის დროის მენეჯმენტი პროკრასტინაციასთან არაფერ შუაში არ არის, იმიტომ რომ ამის უკან დგას, ეს არის ფსიქოლოგიური და ფსიქოფიზიოლოგიური კომპლექსი მთლიანად. და ეს ზუსტად იმაზე ჩაბოლოოდ კომპლექსია. კომპლექსია. ეს არ არის დაავადება და ეს არ არის ჩვევა. ეს არის ის, რისი შეცვლა შეიძლება, ოღონდ უნდა ჩავიდეთ ღრმად. ერთი ხო ვთქვით, რომ ეს პერფექციონიზმი. მეორე ვთქვით, რომ შიში, ჩავარდნის შიში, რომ რაღაცა არ გამომივა. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ დოფამინის გამოყოფა ხდება. დოფამინი ხო არის სიამოვნების ჰორმონი, მაგრამ ბოლო კვლევებით აღმოჩნდა, რომ სიამოვნების ჰორმონი კი არ ყოფილა. დოფამინი ყოფილა სიამოვნების მოლოდინის ჰორმონი. ანუ, როდესაც მე ვიწყებ მაგალითად საქმეს და უნდა გავაკეთო რაღაცა და ამ დროს ვფიქრობ, რომ მოდი TikTok-ს ჩავსკროლავ ერთი წუთი და უცებ მივიღებ სიამოვნებას, უცებ მივიღებ დოფამინს და ეს მომენტი, როცა მე გადავდივარ, რომ TikTok-ზე უნდა გადავიდე, აი ეს მომენტია ყოფილა, როდესაც ეს დოფამინი გამოიყოფა. და ეხლა რა გავაკეთო იმისთვის, ხო, რომ ეს სიამოვნების ჰორმონი მივიღო და ადამიანები მიდრეკილები ვართ, რომ მარტივად მივიღოთ სიამოვნება. თუ გაიხანგრძლივონ ეს პერიოდი მოლოდინის, ხო? და იცი რა, მოლოდინის პერიოდს თუ ახანგრძლივებს, ზუსტად აი სწორად გამოიცანი გეზარება მერე გადასვლა და ისე უბრუნდები შენს ამოცანას. აი გამოსავალი ზუსტად ეგ არის, რომ რაღაცით ბარიერები შექმნა, მაგალითად სანამ TikTok-ზე გადავალ, უნდა გამოვიდე მთლიანად, რაღაცა ავდგე, გავიარო, წყალი დავლიო, რაღაცა გავაკეთო. ხელოვნური ბარიერები შევქმნა და ტვინი ზარმაცია. როცა ეს ხელოვნური ბარიერები აქვს შექმნილი, ვფიქრობს, რომ მოდი აღარ მინდა კაცო ეს TikTok-ი რა და დავიწყებ იმ ჩემს საქმეს გავაკეთებ. ანუ ერთ-ერთი არის ეს. ერთ-ერთი კიდე მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მე თვითონ რაც დამემართა, ერთ დღეს გავიღვიძე, ძალიან ბევრი საქმე მაქვს და უცებ მივხვდი, რომ არ მინდა. რომ გავაკეთო, არაფერიც არ მინდა. არც ერთი არ მინდა. არაფერს გაკეთება არ მინდა რა. არც ნერვიულობ, არც მეშინია, რომ ეს რაღაცა არ გამოვა და ესე ვარ, სიცარიელე მაქვს. არც დოფამინი არ გინდა, რომ დოფამინი არ მინდა და არაფერიც არ მინდა საერთოდ. ეს კიდე სხვა რამე პრობლემა ხო არ არის? ეს ყოფილა, ხო, როგორც აღმოჩნდა, მე გადაწვა. როცა გადაღლილი ხარ, გადაკანცული ხარ, ამ ყველაფრის რომ იმას აკეთებ და შენი სხეული ხდება, რომ დასვენება გინდა. გაძლევს სიგნალს. ავარიულ რეჟიმში ჩაიქცო, ხო? ზუსტად მაგას გეუბნება. აი როცა ხვდები, რომ არაფერი აღარ გინდა, აი ამ დროს უნდა გაჩერდე. მაგრამ ამას დეპრესიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. არა, ეს არის გადაწვა. უბრალოდ გადაწვა, რომ უბრალოდ გადაწვა ეძახე შენ. გადაწვა გინდა უბრალოდ იყავ და ბრალიანად. დაისვენე, თქვათ და
არც დეპრესია გაქვს, საერთოდ არაფერი აღარ აქვს, ცარიელი ხარ რა. არაფერს თავი არ აქვს. და არაფერი არ გინდა, არაფრის სურვილი არ აქვს და მაგროს რა უნდა ქნა? რა ქენდა ისვენო. ხო, მე მივედი ფსიქოთერაპევტთან და დავიწყე მუშაობა, რომ რა გავაკეთო ისეთი მიზეზი იმისი, რომ საწოლიდან ადგომა არ მინდა რა არის. და მივხვდით, რომ ეს არის ჩვეულებრივი გადაწვა და ჭირდება, რომ ყველაფერი გადადო და 4 დღით წავედი და გავშრიალდი ბუნებაში. აი ბუნება. ხო. ხო, ამიტომ უნდა წავიდეთ ბატონ გიორგის. ცრიან ბალახზე ფეხში შველავიარე, არაფერს არ ვაკეთებდი, ვტკბებოდი უბრალოდ ბუნებასთან ურთიერთობით და მე ხვდები, რომ ნელა-ნელა უკვე ბუნების აკეთება. ეს სიამოვნების ჰორმონიც, ეს დოფამინიც იმდენი გამოიყოფა ამ ბუნებაში და ხვდები, რომ უკვე მოძრაობა გინდა, უკვე გინდა რომ რაღაც გააკეთო და. გავდომალი, საინტერესო არის ბრაიან ტრეისის წიგნი დარწმუნებული ვარ ვიცით ყველა, ეს არის მიირთვი გომბეშო, როდესაც აი საქმეების მიმართებაში, აი ვთქვათ, დღის განმავლობაში გაქვს 5 საქმე და გეუბნება ეს ადამიანი, რომ მიირთვი გომბეშო არის ის, როდესაც ყველაზე რთული საქმე რაც გაქვს, იმით დაიწყე. ძალიან ბევრი წლის წინ, აი ეს ამბავი რომ წავიკითხე და გავიგე, სხვათა შორის ხელმძღვანელობ დღემდე ამით და ძალიან კარგად მუშაობს. რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად მეზარება, პირველი ვაკეთებ იმას და მე მთელი დღე და მთელი ეს საქმეები მიდის ძალიან კარგად. პროკრასტინაციაზე რა ხერხები, რა ხრიკები მუშაობს, რომ აი შეიძლება ახლა ადამიანები გვიყურებენ და ამოიცნეს საკუთარი თავი და ამბობენ, რომ უი პროკრასტინატორი მყოფილა და 20% მოსახლეობის არის პროკრასტინატორი, 20%. რა უნდა ვურჩიოთ? ხო, რა უნდა გავაკეთოთ, როცა გააჩნია, ანუ ამ ჩამოთვლილი მიზეზებიდან რომელი მაქვს, ხო? 4 მიზეზია, ესე იგი, რაც პროკრასტინაციას იწვევს. პირველ რიგში, ჩემ თავს კი არ გავლანწყო, რომ აი მე რო გადავდე და რას ვაკეთებ ხოლმე, ვლანწყავ, ეს როგორ გავაკეთე, რა ესეთი ვარ, ისეთი ვარ. მე მწვენია, მე ისევ გადავდებ და ამ ჯადოს მოჯადოებულ წრეზე დავდივარ და ერთს და იგივეს ვაკეთებ და კი არ განვიკითხო საკუთარი თავი, უბრალოდ კითხვები დაუსვა, რა იმალება ამის უკან. ეს არის შიში, ჩავარდნის, ეს არის რომ მე იდეალურად მინდა გავაკეთო, ეს უბრალოდ გადაწვა თუ ის რომ დოფამინი მინდა დიდი რაოდენობით და როცა გავიგებ მე მიზეზი რა არის, ხო? ნახე, როცა ჩემი და ჩემ საჭიროებებს როცა ვიგებ და როცა მესმის და როცა ვხედავ და ეს საჭიროებები ნახე უფრო მარტივად რო გითხრა, როდესაც ადამიანი მირბის რას უყურებს, ხო? ფეხებს ხო არ უყურებს როგორ დარბის. უყურებს იმ ადგილს, საიდანაც მიდის, ხო, წინ იყურება. ასევე როცა ძაღლი რო დარბის, ხო, 4 ფეხი აქვს, იმ უკანა ფეხებს საერთოდ ვერ ხედავს, ხო? ტვინი როცა ძაღლმა იცის რომ წინ უნდა წავიდეს, თვითონ ისე ალაგებს რომ ეს უკანა ფეხებიც ისე დგავს ძაღლი ამ უკანა ფეხებსაც რომ წინ წავიდეს და ირბინოს. კუდიც ისე მოძრაობს რომ ეს სიმძიმის ცენტრი შესაბამისად ხო გადაიტანოს, გადმოიტანოს და ამას ეხმარება. როცა ბურთს არ ტყავს ფეხბურთელი, რას უყურებს? ბოლო წერტილს, იმ წერტილს, სადაც ეს ბურთი უნდა მოხვდეს და არა ფეხსაცმელს, თავისით ტვინმა უნდა იცოდეს დანიშნულება. რა უნდა, საით მიდის. ანუ ისევ მიზანი. ნახე მიზანი და როცა შენი საჭიროებები იცი და შენი მიზანი ამ შენ საჭიროებებს შეესაბამება, პროკრასტინაცია ვერ დაგამარცხებს. ხო, აი უკანა პლანზე გადადის და თუ არის ეს შიში, როგორც თქვით, შეგვიძლია ორად გავყოთ. ერთი ნაწილი, რომ აი მიზნისკენ მივდივარ და მეშინია, ხო? მოდი ვთქვა, რომ ეს არის უბრალოდ ვარჯიში, მომზადება იმისკენ, რომ აი ხა მე კი გავგზავნი ამ ჩემ CV-ს, მაგრამ მეცადინეობ, როგორ გავგზავნო CV. ამ დროს ფოთვის დონეს ჩვენი ფსიქიკა დაბლაწებს და უფრო გვიადვილდება ამისი გაკეთება. ამ ნაბიჯის გადადგმა. მოკლედ მიზეზი გავიგო, მიზეზი ჩემი საჭიროება გავიგო და საჭიროება და მიზანი ერთმანეთს დავაკავშირო და პროკრასტინაცია კი ბატონო და რაც თავარია გავაანალიზოთ რომ ეს ჩვენ გვიშლის ხელს, ჩვენს წარმატებას უშლის ხელს, ასე რომ ძირფიცი ტელემაყურებლებო მოინდომეთ აი ახლავე ის რაც გეგმაში გაქვთ დღესვე გააკეთეთ, არავითარ შემთხვევაში 1 საათის შემდეგ ან ორშაბათიდან ან ხვალ ან ასე შემდეგ. დღესვე გავაკეთოთ ყველა საქმე. ლანა ზუსტად ეგ არის ერთ-ერთი ხო თავარი რომ დღეს ამ წუთას დავიწყო. აი ხა ვინც გვისმენს, მე ჩემ თავსაც ვეთქვი რომ დღესვე დავიწყებ რაღაცებს ხმამაღლა არ ვიტყვი რას ვდებ. არც მე არ ვიტყვი. ძალიან დიდ მადლობას გეტყვით სამაგიეროდ სტუმრობისთვის და საინტერესო თემისთვის და ჩვენი განათლებისთვის, იმიტომ რომ პროკრასტინაციის შესახებ დღეს გავიგე. არც მწვენია ამისი არც. მე გუში. ამ დროს ამოდაში შემოვიდა ეს. კი ბატონო. სამაგიეროდ ყველას გისურვებთ რომ დღეს
დაამარცხოთ ეს თქვენი კომპლექსი, რასაც პროკრასტინაცია. ნუ იქნებით გთხოვთ პროკრასტინატორები. დღევანდელი 6 ნოემბრის დღე ყველას ასე დასრულდა ახალი დღე. საქმიანად და რაც შეიძლება პოზიტიურად.